როდესაც რუსეთის ფრონტის ხაზზე მყოფმა ძალებმა უკრაინაში მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ ერაჩენეს, რუსეთის სამხედროებმა გადაწყვიტეს ყველაფერი დაედოთ ახალ საიდუმლო იარაღზე. იარაღი, რომელსაც შეეძლო ომის მიმდინარეობით შეცვლა და კიევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობის გაუქმება. რუსმა შემქმნელებმა და ინჟინრებმა რამდენიმე თვე დახარჯეს ამ სისტემის სრულყოფაზე, სანამ პირველად გამოსცდნენ რეალურ საბრძოლო პირობებში. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ის მომენტი, როცა ინიციატივა საბოლოოდ მათ მხარეს გადავიდოდა. ისინი შეცდნენ. რუსეთის საიდუმლო იარაღი რამდენიმე წუთში გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც კრემლის მეთაურებს კიდევ ერთხელ მოუწიათ გეგმების გადახედვა. საუბარი არის იარაღზე, რომელიც ცნობილია როგორც Arena M. ეს არც რაკეტაა და არც დრონი, არამედ აქტიური დაცვის სისტემა, ანუ APS. როგორც სახელიდან ჩანს, APS არის სისტემა, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ აქტიურად აღკვეთოს სამხედრო ტექნიკის, მაგალითად ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების დაზიანება, ისეთი იარაღისგან, როგორიცაა რაკეტები და მართვადი რაკეტები. ცნობილი მაგალითებია ისრაელის ტროფი სისტემა და შეერთებული შტატების Quick Kill APS. რუსეთმა წლების განმავლობაში საკუთარი აქტიური დაცვის რამდენიმე სისტემა შეიმუშავა და გამოიყენა. მათ შორის Arena, რომელიც თავდაპირველად 1990-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა ისეთი საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიცაა ყუმბარმტყორცნები და ნასროლი ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. თუმცა 2026 წელს რუსული ჯავშანტექნიკისთვის ყველაზე დიდი საფრთხე აღარ არის რაკეტები, არამედ დრონები. უკრაინამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი უპილოტო საფრენი აპარატების UAV-ების ფლოტი შექმნა, რომელიც სხვადასხვა ტიპის დრონების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და საშუალებას აძლევს მტერზე ზუსტი დარტყმები განახორციელოს. და ამ დრონების გამოყენებით უკრაინამ შესანიშნავი შედეგები აჩვენა. გაანადგურა ათასობით მაღალი ღირებულების რუსული ობიექტი. სატანკო და ჯავშანტექნიკიდან დაწყებული ჯავშანმანქანებით, საინჟინრო მანქანებით, სარდლობის პუნქტებით, საარტილერიო დანადგარებით, რადარებით, სარაკეტო გამშვების სისტემებით და სხვა ობიექტებით დამთავრებული. ომის მიმდინარეობისას უკრაინის უპილოტო საფრენ აპარატებს ფრონტის ხაზზე ისეთი დიდი გავლენა ჰქონდათ, რომ რუსეთის სარდლებმა სრულად შეცვალეს თავიანთი ტაქტიკა. თავდაპირველად ისინი დიდად ეყრდნობოდნენ თავიანთი ჯავშანტექნიკის უპირატესობას. აგზავნიდნენ დიდ კოლონებს ჯავშანტექნიკითა და მექანიზებული შეტევის ჯგუფებით ქალაქებსა და დასახლებებში. იმედოვნებდნენ, რომ მეტალისა და ცეცხლის ძალის მასით გაარღვევდნენ უკრაინის თავდაცვით ხაზებს. მაგრამ როდესაც უკრაინელი დრონების ოპერატორებმა ტანკების და სხვა ტექნიკის განადგურება დაიწყეს ერთის შემდეგ მეორის, კრემლმა გააცნობიერა, რომ ასე იაფად ვეღარ გააგრძელებდა თავისი ჯავშანტექნიკის დაკარგვას. ამიტომ რუსეთმა დაიწყო ტანკებისა და ჯავშანტექნიკის უფრო იშვიათად გამოყენება და ამის ნაცვლად დაეყრდნო მცირე შეტევით ჯგუფებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ ან ფეხით შესულიყვნენ ტრის ტერიტორიაზე, ან უბრალო სამოქალაქო ტრანსპორტით, როგორიცაა ენდურო მოტოციკლები და ჯიპები. ეს მნიშვნელოვნად გაუმარტივა ცხოვრება უკრაინას, რადგან სხვადასხვა დანაყოფებსა და ბატალიონებს შეეძლოთ უფრო ეფექტურად გაემაგრებინათ და დაეცვათ თავიანთი პოზიციები. აღარ უწევდათ ფიქრი იმაზე, რომ მათკენ ათობით ტანკს გამოუშვებდნენ. ამასობაში კრემლის სამხედრო ინჟინრები მუშაობდნენ იმაზე, თუ როგორ გაეძლიერებინათ თავიანთი ჯავშანტექნიკა უკრაინული უპილოტო აპარატების დარტყმების მიმართ. სწორედ აქ ჩნდება Arena M. Arena APS-ის ახალი და გაუმჯობესებული ვერსია და რუსი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ Arena M-ს შეუძლია ეფექტურად შეაჩეროს ნებისმიერი კუთხიდან მომავალი საბრძოლო მასალა. ეს ხდება მრავალფუნქციური დოპლერის რადარის გამის გამოყენებით, რომელიც სკანირებს გარშემო ტერიტორიას ნებისმიერი სწრაფად მოძრავი ობიექტის, მაგალითად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ან RPG-ების გამოსავლენად. როგორც კი საფრთხე გამოვლინდება, Arena M-ს ბორდზე არსებული კომპიუტერი ავტომატურად ზომავს მის სიჩქარეს, მიმართულებას და სავარაუდო ფრენის მარშრუტს. შემდეგ, სანამ ჭურვი მიზანს მიაღწევს, Arena უშვებს საკუთარ დამცავ ასაფეთქებელს მისკენ, რომელიც მეტალის ნამსხვრევების ნაკაც-ნაკაც უშვებს ჭურვის ფრენის მარშრუტში, რათა ან ჰაერში ააფეთქოს, ან დაანაწევროს მანამ, სანამ მანქანას მიაღწევს. თავდაპირველად, რადგან ეს სისტემა სწრაფად მოძრავი სამიზნეების ამოცნობასა და მათ წინააღმდეგ გააქტიურებაზე იყო გათვლილი, ის ეფექტურად არ მიიჩნეოდა დრონების წინააღმდეგ, რომლებიც ბევრად უფრო ნელა მოძრაობენ, ვიდრე რაკეტები და ჭურვები. მაგრამ იმის გამო, რომ დრონები სერიოზულ საფრთხედ იქცნენ, რუსეთმა გადაწყვიტა Arena-მ დაეხვეწა, რათა მათთან გამკლავება შეძლოს. და 2026 წლის ივლისში, რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, რუსულმა წყაროებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, რომ T-72B და T-72B3A ძირითადი საბრძოლო ტანკები, რომლებიც აღჭურვილია Arena M-ის უახლესი ვერსიით, მზადდებოდნენ ფრონტის ხაზზე უკრაინული პოზიციების შტურმის მხარდასაჭერად. ანგარიშებში ასევე ნათქვამი იყო, რომ Arena M ახლა უკვე არამხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და ჭურვებს, არამედ FPV დრონებსაც აჩერებს. ამას შეეძლო ყველაფერი შეეცვალა. თუ რუსეთს მართლაც ეპოვა გზა, რომ თავისი ტანკები და ჯავშანტექნიკა ფაქტობრივად დრონებისგან დაეცვა, მისი შეტევების ინტენსივობა ერთ ღამეში შეიძლება მრავალჯერ გაზრდილიყო. კრემლს აღარ დასჭირდებოდა ასეთი ფრთხილი და კონსერვატიული დამოკიდებულება თავისი ჯავშანტექნიკის მიმართ. მოულოდნელად უკრაინა შეიძლება აღმოჩნდეს უზარმაზარი ტანკების კოლონების წინაშე, რომლებიც მზად იქნებიან მისი თავდაცვითი ხაზების გასარღვევად და გამაგრებული პოზიციების ნანგრევებად ქცევისთვის და მას აღარ ექნება ეფექტური ან საიმედო გზა, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიოს. ამასობაში რუსეთი შეძლებდა გაორმაგებინა თავისი ძალისხმევა, მაქსიმალურად გამოეყენებინა თბილი ზაფხულის თვეები ფრონტის გასწვრივ მნიშვნელოვან უბნებში ახალი თამამის შეტევის დასაწყებად და შესაძლოა დაეკავებინა
მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რაც მისცემდა საშუალებას წინ წასულიყო და კიდევ უფრო მეტი წარმატება მოეპოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ტანკი და ჯავშან ტექნიკა უკვე განადგურებულია, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტანკების არმია, რაც საბჭოთა პერიოდის სისტემების უზარმაზარი მარაგების დამსახურებაა. და მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემების ბევრი მათგანი 10 წლეულებს ითვლის და შედარებით თანამედროვე ტანკებთან შედარებით სხვადასხვა ნაკლოვანება აქვს, ისინი სულაც არ არიან უსარგებლო. მათ ჯერ კიდევ აქვთ უკიდურესად ძლიერი ქვემეხები, რომლებიც უნარიანია გაანადგურონ ტექნიკა, ნაგებობები და ჯარისკაცები მათ გზაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ დრონები ომში ასეთი დომინანტური ძალა გახდა, ტანკებს და ჯავშან ტექნიკას ჯერ კიდევ აქვთ პოტენციალი, რომ დიდი ცვლილება შეიტანონ. რუსეთს უბრალოდ სჭირდებოდა გზა, რომ გაეზარდა მათი გადარჩენის უნარი და ბრძოლის ველზელზე საკმარისად დიდხანს დარჩენილიყვნენ, რათა შედეგი მოეტანათ. ამ დროამდე ყველა მცდელობაც არუმატებელი იყო. ტანკებისთვის თვითნაკეთი ანტიდრონული ჯავშნის, მაგალითად გისოსოვანი გალიების დამაგრებამ, საერთოდ არ იმუშავა. რუსმა ჯარისკაცებმა სცადეს თავიანთი ტანკებისთვის ეკლების, გისოსების, ბადის და მავთულის ბადეების შედუღება, რათა უკრაინულ დრონებს გაუჭიდათ მათი სუსტი წერტილების დაზიანება. მაგრამ უკრაინის ოპერატორებმა მალე იპოვეს გზები ამ თავდაცვების გვერდისავლით. მაგალითად, ბომბდამშენი დრონების გამოყენებით ზემოდან გისოსოვან გალიებში ხვრელების გასაკეთებლად, რის შემდეგაც შეტევითი დრონები ამ ხვრელებიდან ტანკის გასანადგურებლად უშვებდნენ. გისოსოვანმა გალიებმა რუსი ტანკისტებისთვისაც გაართულა ცხოვრება. დამატებული წონა იმას ნიშნავდა, რომ მათი ტექნიკა უფრო ნელა მოძრაობდა და რთული იყო მანევრირება, ხოლო ეკლები და სხვა დამატებები ტანკში ჩასვლასა და გამოსვლასაც კი სახიფათოს ხდიდა. თუმცა არენა M-ის დამატება რუსეთისთვის ბევრად უფრო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩანდა. ეს ტანკებს დაუმარცხებელს არ გახდიდა, ზოგი მაინც დაზიანდებოდა და განადგურდებოდა. და სისტემას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა, მაგალითად ის, რომ ერთდროულად მხოლოდ 12 დამჭერ ჭურს იდევდა. ეს ნიშნავდა, რომ უკრაინას მხოლოდ 12 დრონის გაგზავნა სჭირდებოდა ტანკისკენ, რათა ამოეწურა მისი აქტიური დაცვის სისტემა, სანამ საბოლოო დარტყმის დრონს გაუშვებდა, რომელიც გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებდა. თუმცა ეს 12 საბრძოლო მასალა რუსულ ტანკებს საშუალებას აძლევდა მოეპოვებინათ ძვირფასი დრო, რათა გადაეკვეთათ საბრძოლო ველი და ცეცხლი გაეხსნათ უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე. ასევე მათ შეეძლოთ შესაძლებლობა მიეცათ სხვა ტექნიკას, ან ქვეით ჯარისკაცებს ტანკების უკან გადაადგილებულიყვნენ და უკრაინული პოზიციები დაეკავებინათ. გარდა ამისა, თუ უკრაინას მოულოდნელად 10-ჯერ მეტი დრონის გამოყენება მოუწევდა თითოეული რუსული ტანკის გასანადგურებლად, ეს ომის ეკონომიკურ ბალანსს მნიშვნელოვნად შეცვლიდა. კიევს მოუწევდა გაცილებით მეტი თანხისა და რესურსის დახარჯვა დრონების წარმოებაზე, თუ სურდა კრემლის ჯავშან ტექნიკის განეიტრალება გაერძელებინა. და ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა რუსეთი ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში იყო. მისი ძალები წინა ხაზებზე მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ აღწევდნენ და ზოგ ადგილებში უკანაც კი იხევდნენ. მისი დანაკარგები დაუძლებელ დონეს მიაღწია. კრემლი ვეღარ ახერხებდა საკმარისი ახალი ჯარისკაცების მობილიზებას, რათა დაენაცვლებინა ისინი, ვინც უკრაინაში იღუპებოდნენ და იჭრებოდნენ. და თუნდაც შიდა ფრონტზე, რუსეთი პირდაპირ იწოდა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების განმეორებითი იერიშების შედეგად ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები, მომარაგების ხაზები, სარდლობის პუნქტები და ლოგისტიკური ობიექტები. ეკონომიკა განადგურებული ჰქონდა და გამარჯვების შანსები დღითი დღე მცირდებოდა. რუსეთს სჭირდებოდა რაიმე გზა, რომ სიტუაცია შეეცვალა. მას თავისი ჯავშან ტექნიკა კვლავ ბრძოლაში უნდა დაებრუნებინა და არენა M-ი ერთადერთ გამოსავლად ჩანდა ამის მისაღწევად. დარჩენილი იყო მხოლოდ მისი გამოცდა. ივნისის ბოლოს ეს გამოცდა დადგა. მაგრამ სანამ ნახავთ რა მოხდა და როგორ დასრულდა ორივე მხარისთვის, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გამოიწერეთ არხი, ეხლა სწორედ ამის დროა. 22 ივლისს რუსულმა ძალებმა ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მექანიზებული შეტევა წამოიწყეს უკრაინის ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში. შეტევის დეტალები ონლაინ გაავრცელა უკრაინის აზოვის ბრიგადამ 22 ივლისს. ოკუპანტებმა 8E და 41 არმიების ძალების, ასევე 90 სატანკო დივიზიის გამოყენებით სექტორში შეტევის მცდელობა განახორციელეს. ეს ტერიტორია უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის პირველი კორპუსის კონტროლქვეშ იყო და შეტევაში 10-ობით ერთეული ჯავშან ტექნიკა და მსუბუქი მანქანა მონაწილეობდა. დამატებითი საინფორმაციო წყაროები უწყებიან, რომ შეტევაში მონაწილეობდნენ ტანკები, ჯავშან ტექნიკა, PM-21 გრადის რეაქტიული სისტემები, კომერციული სატვირთო მანქანები და მხარდამჭერი ქვეითი ნაწილებიც მონაწილეობდნენ ამ შეტევაში. ასევე რამდენიმე ორკაციანი მოტოციკლეტიანი ჯგუფი, რომლებიც ძირითადი მექანიზებული ძალისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. აზოვის ბრიგადა იუწყება, რომ რუსეთმა ასევე გამოიყენა გერბერა და ლანსეტის ტიპის დარტყმითი დრონები, რათა ეკენტროლებინა საჰაერო სივრცე ბრძოლის ველის ზემოთ. ასევე ტორნადო S მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა MLRS. ეს იყო საკმაოდ დიდი ძალა. მსგავსი მასშტაბის მტერს უკრაინას უკვე წელიწადზე მეტია შეხვედრია. რუსეთის სარდლებმა ასევე უბრძანეს ძალებს, რომ თითოეულ მანქანას შორის დიდი მანძილი დაეტოვებინათ. სავარაუდოდ მანევრირებისთვის ან თავის ასარიდებლად, თუ ისინი ნაღმებს, რაკეტებს ან დრონებს ააწყლებოდნენ. გარდა ამისა, დიდი მექანიზებული ძალა რამდენიმე მიმართულებიდან დაიძრა და შაკოვეს სოფლის გარშემო მდებარე რამდენიმე პატარა დასახლებისკენ შეიკრიბა. ეს კვლავაც საკმაოდ გონივრულ ტაქტიკურ გადაწყვეტილებად ჩანდა. ერთ მჭიდრო კოლონად შეტევის ნაცვლად, რუსეთმა თავისი ძალები დაყო და უკრაინას მეტი პრობლემა შეუქმნა.
აზოვი უცხება, რომ შეტევა დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა და რუსებისთვის საერთოდ არ დასრულდა კარგად. ალბათ მათ იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინა ასეთ დიდ ჯავშან ტექნიკას თავის კართან არ ეულდებოდა. შესაძლოა მათ სჯეროდათ, რომ ამდენი თვის განმავლობაში მცირე შეტევითი ჯგუფების მოგერიების შემდეგ უკრაინელ დამცველებს ტანკებთან და ჯავშან ტექნიკასთან ბრძოლა დავიწყებოდათ. ისინი ასევე იმედოვნებდნენ, რომ არენა M იქნებოდა გადამწყვეტი ფაქტორი, საიდუმლო იარაღი, რომელსაც უკრაინა ვერ უპასუხებდა. ეს იმედები უსაფუძვლო აღმოჩნდა და რამდენიმე წუთში დაინგა. ფრონტის ეს კონკრეტული მონაკვეთი განსაკუთრებით კარგად არის დაცული და უკრაინის სამხედროები არაფერს ანდობენ შემთხვევითობას და მხოლოდ საუკეთესოს იმედზე არ არიან. ისინი იღებენ მრავალ აქტიურ ზომას, რომ დაიცვან თავისი ძვირფასი ტერიტორია და მოემზადონ ყველა შესაძლო სცენარისთვის და ისინი სრულად მზად იყვნენ, რომ მოეგერიებინათ რუსული შეტევა. როგორც კი უკრაინის სადაზვერო დრონებმა აღმოაჩინეს მოწინააღმდეგის ძალების წინსვლა, სწრაფი რეაგირების გეგმა დაუყოვნებლივ ამოქმედდა. აზოვი იუწყება, რომ მისმა ჯარისკაცებმა მიერთებულ დანაყოფებთან ერთად წინასწარ განსაზღვრეს, რომელი გზებითაც რუსები იმოძრავებდნენ და ისინი დაბლოკეს. მათ დააყენეს ნაღმები და ბარიერები. ასევე გამოიყენეს ტაქტიკური ავიადართმები, რათა დაეზიანებინათ ახლომდებარე ხიდები მდინარეზე, რომელიც შაკოვეს სოფელს უვლის გარს და გადის მის გავლით, ვითაც მოწინააღმდეგის წინსვლა დაარღვიეს. როცა მტერს წინსვლის აშკარა გზა აღარ ჰქონდა, რუსებმა სცადეს პონტონური ხიდების აგება, რათა მდინარეზე ახალი გზები გაეკეთებინათ. თუმცა ამით მათ უბრალოდ უკრაინას მეტი სამიზნე მისცეს დასართმელად. რამდენიმე წუთში ბრძოლის ველის თავზე გამოჩნდა FPV დრონები და მძიმე ბომბდამშენი დრონებიო, ხოლო უკრაინა ასევე ეყრდნობოდა ახლომდებარე საარტილერიო დანაყოფებს, რომლებიც ზემოდან ცეცხლს აკრიდნენ რუსულ ძალებს. რუსეთის ტორნადო S მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა განადგურდა, ხოლო ტაქტიკურმა ავიადართმებმა პონტონები გაანადგურეს მანამდე, სანამ ისინი გამოყენებული იქნებოდა. რაც შეეხება მათ ტანკებსა და სხვა ჯავშან ტექნიკას, მათგან ბევრი ასევე განადგურდა, მათ შორის ისინიც, რომლებიც აღჭურვილი იყო არენა M-ით. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ იღებს დარტყმას დრონისგან T-72B 3A ტანკი მოძრაობისას. სანამ დამატებითი უპილოტო აპარატები მიუახლოვდებოდნენ და საქმეს დაასრულებდნენ, არ არსებობს არც ერთი ფოტო ან ვიდეო, სადაც ჩანს, რომ არენა M რეალურად მუშაობს და უკრაინული უპილოტო აპარატების მოგერიებას ახერხებს. ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ იმუშავა, რადგან ეს, როგორც იუწყებიან, 4 საათიანი ბრძოლა იყო და მხოლოდ რამდენიმე წუთის ვიდეო კადრებია ხელმისაწვდომი. შესაძლოა არენა M-მა მართლაც შეძლო რამდენიმე დრონის განადგურება, მაგრამ საბოლოოდ აშკარად საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ რუსეთის ტანკები საკმარისად დიდხანს გადარჩენილი იყვნენ ამ შეტევის წარმატებისთვის. ციფრები თავად ლაპარაკობენ. აზოვი იუწყება. უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსის აზოვის მეთაურობით ჩართული ყველა დანაყოფის პროფესიული მოქმედებების შედეგად ლულიანი артиლერიის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა და შეტევითი დრონების გამოყენებით განადგურდა შემდეგი: 7 ტანკი, 6 ჯავშან ტექნიკა, 1 BM-21 გრადი, 1 ტორნადო S, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 3 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 47 ერთეული მსუბუქი მანქანა. 123 ოკუპანტი ლიკვიდირებულია და 29 დაჭრილია. მექანიზებული შეტევა მოგერიებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დუმს ოპერაციის შესახებ, სავარაუდოდ სირცხვილისა და უხერხულობის გამო, რადგან მისი მარცხი ასეთ მასშტაბურია. და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შანსი, რომ ქვეითთა ან მოტოციკლეტების ჯგუფების ნაწილმა შეძლო მთავარი შეტაკების ზონის გადალახვა, ეს შეტევა კრემლის ძალებისთვის კატასტროფად უნდა ჩაითვალოს. მრავალი რუსი სამხედრო ბლოგერი ასე აცხადებს, ხოლო ყველაზე გავლენიანი პირები კრემლის მეთაურებს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ მათ მწვანე შუქი მისცეს, მათთვის სულელურ და უსარგებლო შეტევას. მაგალითად, არხმა ოფიციალი ფრონტზე დაწერა: ტოტალური დრონების დომინირების ეპოქაში მექანიზებული კოლონების ფრონტალურ შეტევაში გაგზავნა ტაქტიკა კი არა, თვითმკვლელობაა. ეს ომი არ არის, ეს ხოცვა-ჟლეტაა, რომელსაც ცენტრალური სამხედრო ოლქის არაკომპეტენტური ადამიანები ახორციელებენ. T-72-ის ახალი აქტიური დაცვის სისტემა უსარგებლოა, არავინ გადაარჩინა, არ იმუშავა. ეხლა 2026 წლის ივლისია და ჩვენი იდიოტი გენერლები ისევ კოლონებით უტევენ. ეს სივცხვილია, ეს არაკომპეტენტურობის პიკია. და ასეთი გადაწყვეტილებებისთვის სრული პასუხისგებლობა უნდა დაეკისროთ. რუსი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი ვლადიმირ კუჩერენკო, რომელიც უფრო ცნობილია თავისი ფსევდონიმით მაქსიმ კალაშნიკოვი, დაეთანხმა. მან ტელეგრამზე დაწერა: კალაშნიკოვმა შოკი გამოხატა იმის გამო, რომ ასეთი შეტევები ომის მეხუთე წელსაც კი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველას უნდა ესმოდეს დრონების ომის საფრთხე. მან ასევე მოითხოვა, რომ ესეთი შეტევების ბრძანების გამცემები პასუხისგებაში მიეცნენ და აღნიშნა, რომ მხოლოდ ასე დასრულდება ოდესმე ეს სასაკლავო. ეს არ არის ჩვეულებრივი რუსების შეხედულებები. ეს არის ქვეყნის ყველაზე რადიკალური ნაციონალისტების აზრი. იმ ადამიანების, რომლებიც სურთ, რომ რუსულმა არმიამ გაანადგუროს უკრაინა, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. და ისინი ძირითადად თანხდებიან, რომ ქვეყნის ამჟამინდელი სტრატეგია წარუმატებლობისთვისაა განწირული. და ადვილია იმის დანახვა რატო. რამდენიმე საათში რუსეთმა დაკარგა მრავალი ძვირადღირებული ტექნიკა და დაახლოებით 150 ჯარისკაცი და საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს.
მან ყველაფერი დადო არენა M-ზე, რადგან სჯეროდა, რომ ეს სისტემა გარდამტეხი იქნებოდა. მან ტანკებიდან მოხსნა ეკლები და გალიებიც კი, რადგან იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ეს ახალი და გაუმჯობესებული APS საკმარისზე მეტი იქნებოდა მათი გადასარჩენად. როგორც მტკიცებულებები აჩვენებს, ასე არ მოხდა. ანალიტიკოსებმა დეტალურად შეისწავლეს კონფლიქტის კადრები. ზოგი მიიჩნევს, რომ არენა M-მა საერთოდ არ გაისროლა. სხვები კი ფიქრობენ, რომ მან რამდენიმე დრონი გაანადგურა, სანამ საბრძოლო მასალა ამოეწურებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში დასკვნა ნათელია. ეს სისტემა არ არის ის გარდამტეხი ფაქტორი, როგორსაც კრემლი ელოდება. ის უბრალოდ საკმარისად ძლიერი არ არის, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი უკრაინის დრონების დომინაციაზე. სანამ ეს ასე გაგრძელდება, კრემლის ძალები ჩიხში იქნებიან. იძულებულნი გახდებიან აირჩიონ ორი ტაქტიკური მიდგომიდან რომლებიც ორივე არაეფექტიანი აღმოჩნდა. ერთი მხრივ მათ შეიძლება გააგრძელონ ტანკების დაბრუნება და მეტი მექანიზებული შეტევის განხორციელება, იმ იმედით, რომ მათი ჯავშან ტექნიკის რაოდენობა საბოლოოდ საკმარისი იქნება უკრაინის თავდაცვის დასამარცხებლად. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უკრაინამ უამრავჯერ დაამტკიცა, რომ მისი დრონები საუკეთესო რუსულ ტანკებსაც კი თავისუფლად უმკლავდებიან. მეორე მხრივ, რუსეთმა შეიძლება სამხედრო ბლოგერების რჩევას მოусმინოს და თავისი ჯავშან ტექნიკა რეზერვში დატოვოს, დაავალოს თავის ინჟინრებს, კიდევ უფრო გააუმჯობესონ არენა M. ამასობაში მას თითქმის არ ექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გააგზავნოს მცირე ჯგუფები უკრაინული პოზიციებისკენ, იმ იმედებით, რომ 1-2 მაინც მოახერხებს მტრის პოზიციებში შეღწევას და შიგნიდან დაარღვევს მათ. ეს ნაკლებად მფლანგველი სტრატეგიაა, მაგრამ უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს ისეთი ფართომასშტაბიანი წარმატებები, როგორცაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ელოდება, რათა დაადასტუროს თავისი რწმენა, რომ ეს ომი ჯერ კიდევ შეიძლება მოიგოს. ამიტომ რუსეთის არმია კვლავ გაჭედილია გაურკვევლობაში. ისეთ მდგომარეობაში, სადაც რაც არ უნდა გააკეთოს, ორივე შემთხვევაში წაგებულია, ყველა მიდგომა მართს განიცდის. და პროგრესის ყველაზე მცირე ნიშნების მიღწევაც კი თითქმის შეუძლებელია. ამასობაში უკრაინის სამხედრო ძალები მხოლოდ ძლიერდება. ქვეყანამ ცოტა ხნის წინ დანიშნა უშიშარი ახალი მთავარსარდალი, გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, რომელზეც უფრო მეტ შეგიძლიათ გაიგოთ ამ ვიდეოში. ან თუ გსურთ მეტი გაიგოთ კიევის გრძელვადიანი გეგმის შესახებ, რომლის მიზანიც ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა და ამ კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება, ლება, ნახეთ ეს ვიდეო. და ბოლოს, თუ გსურთ მეტი სასტრაფო სიახლე, სიღრმისეული ანალიზი და დეტალური განხილვა ყველაზე დიდი ბრძოლების, სამხედრო ტექნიკისა და ტაქტიკის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომში, გამოიწერეთ სამხედრო შოუ დღესვე.